სახელით ამამისაითა, დაძისაითა და წმინდისა სულისაითა. მე მინდა გითხოთ, ხართ რა თქვენ ქრისტიანები? ხართ რა თქვენ ეკლესიის მე იმედი მაქვს ერთ გულიშვილები? და მინდა გითხოთ თქვენ და ამით საკუთარ თავს როგორ ხართ? არის თუ არა თქვენ შორის სიხარული? არის თუ არა თქვენ შორის გონხურვალება, უფლისადმი, ერთგულება, სიყვარული ერთმანეთისა და ღვთისადმი? არის თუ არა თქვენს არსებაში იმედი, რომლის გარეშეც შეუძლებელია გონიერი ადამიანის არსებობა საერთოდ? ერთ-ერთი მთავარი მიზანი ბოროტის სულისა და დაცემული ანგელოზისა არის ის, რომ ადამიანებში, კაცობრიობაში ჩაკლას იმედი, რომ კაცობრიობაში, საზოგადოებაში, ჩვენ სამშობლოში გაჩნდეს უიმედობის ვირუსი, ბაქტერია, რაც გინდა დაარქვით, რომელიც ხრავს შიგნიდან ადამიანს და მთელ კაცობრიობას და თითოეულ კონკრეტულ ერს და მიყავს იმ უბედურებისკენ, რომელსაც სრული უიმედობა, ცხოვრებაში უმიზნო არსებობა ჰქვია, რომლის გამოც დასრულდება კაცობრიობის ამგვარი ისტორია. მაგრამ თითოეული ადამიანი, თითოეული ერი და კაცობრიობაც უნდა ეწინააღმდეგებოდეს თავის ცალოცხადია ამას. ჩვენ ვიცით, რომ მარადიული სიცოცხლეა, ჩვენ ვიცით, რომ მკვდავი სული გვაქვს, ჩვენი მიზანი ვიცით, რომ არის ცოცხალი ღმერთი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ბიოლოგიური არსებობისათვის. ეს უცნაური ფენომენი, რომ ერთის მხრივ ვიცით, რომ ღმერთისაკენ უნდა ვისწრაფოდეთ და ერთი სული უნდა გქონდეს, მასთან ვიყოთ და მეორეს მხრივ თვითგადარჩენის ინსტინქტი, რომელიც ესე ძლიერია თითოეულ ადამიანში და ერში, ასევე ღვთისაგან მოცემული. ეს უცნაური ფენომენი თითქოს და გამომრიცხავი ერთმანეთისა, თან რომ უნდა ვისწრაფო მარადისობისაკენ და თან საკუთარ ბიოლოგიურ ცხოვრებასაც, სიცოცხლესაც გაუფრთხილდეთ, ეს ორივეა ჩვენში და ორივე ჩვენი გასაკეთებელი. და აი ამ საქმის კეთებაში როცა ვზრუნავთ ერთმანეთზე, ხორციელათაც, საკუთარ თავზეც, ერზეც და ამავე დროს ყველაფერი ეს მეორე ხარისხოვნად მიგვაჩნია და ღვთისაკენ ვისწრაფით, ამას ჭირდება ის გონიერება, რასაც მართლმადიდებლობა გვასწავლის და გვთავაზობს. ეს ყველაფერი რთულია, თავისთავად ცხადია. ეს ყველაფერი რთულია და მით უმეტეს რთულია მაშინ, როდესაც აშკარად იგრძნობა, რომ იმედი, რომელიც არის ჩვენში და უნდა იყოს, არის დაკნინებული მრავალი მიზეზის გამო. და უპირველეს ყოვლისა, აი ამგვარი სწორი იმედის დაკლებისა არის ის, რომ არასწორად ცხოვრობთ. ჩვენი სარწმუნოება არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ჩვენი გონხურვალება სარწმუნოებრივ ცხოვრებაში არ არის საკმარისი. არასოდეს არ იქნება საკმარისი. არასოდეს არ იქნება ჩვენი რწმენის სასათვლის მდგომარეობა საკმარისი. არასოდეს არ იქნება საკმარისი ჩვენი სულიერი მდგომარეობა, რომელზეც ჩვენ ვიმყოფებით, საკმარისი ჩვენი ცხონებისათვის, იმიტომ რომ თუ ჩვენ არ ვისწრაფით კიდევ ერთი საფეხური ზემოთ ავიდეთ ამისაკენ, მაშინ ჩვენი სარწმუნოება მკვდარია. ჩვენ უნდა მივხვდეთ ბოლოს და ბოლოს თუ რა არის ჩვენი მთავარი საქმიანობა. მთავარი საქმიანობა ის საქმიანობა, რომელიც ჩვენ ბედნიერებას მოგვიტანს და როცა ჩვენ მკითხავენ როგორ ახართო, როგორც მე თავიდან მკითხეთ, როცა ჩვენ საკუთარ თავს ვკითხავთ, როგორ ვართ,
ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ იმისათვის რომ კარგად ვიყოთ, უნდა გავაკეთოთ. და რა უნდა გავაკეთოთ? ქრისტიანობა ეს ვიცი. თუმცა ხშირად გვავიწყდება კაცმარუთებას. ჩვენი მთავარი საქმიანობა არის ანგელოზებრივი, უпростоრად უფრო აღმატებული კიდევ ვიდრე ანგელოზებრივი ღვთისდიდება. უფრო აღმატებული, იმიტომ რომ ადამიანი პოტენციაში გაცილებით მეტია ვიდრე ანგელოზი. ადამიანი ღვთის ქმნილების გვირგვინია. არა ანგელოზი, არამედ ადამიანია ქმნილების გვირგვინი. არა ანგელოზის ბუნება მიიღო ღმერთმა, არამედ ადამიანის. და ადამიანი თავის თავში ანგელოზებრივ არსსაც ატარებს უკვდავის სულისა გამო. რა გვიშლის ჩვენ იმაში, რომ ღმერთი ვადიდოთ. ვადიდოთ ღმერთი. ვადიდოთ ღმერთი და ვიცხოვროთ ეს. რა გვიშლის ჩვენ ამასში ხელს? რატო ვერ ვაკეთებთ ამას? ვიღაცამ არ იფიქროს ვაკეთებთ. ვიღაცამ არ იფიქროს, რომ აბა რა შვებით ჩვენ ეხლა და საერთოდ ყოველთვის. მე იმედი მაქვს, რომ თქვენ რომელიც ამ სიტყვებს ისმენთ, იმდენად კარგად იცნობთ საკუთარ თავს, რომ ძალიან კარგად იცით თუ რა რთულია ღვთის დიდებით ცხოვრობ და იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ ძალიან გიხაროდეს, რომ ღმერთი არის. და მთელი შენი არსება სავსე იყოს აი ამ სიხარულით, რომ შენი ბედნიერებისათვის აბსოლუტურად საკმარისი იყოს მხოლოდ ის, რომ არის ღმერთი და შენ მარადიული არსება ხარ და მასთან ყოფობა შეგიძლია. ანუ ის რომ ჩვენ ამას ისე ვერ ვახერხებთ, როგორც საჭიროა. ამის მიზეზი არის ჩვენი ზნეობრივი მდგომარეობა. ზნეობრივი მდგომარეობა. თვითონ ზნეობა დღეს რა თქმა უნდა ცდილობენ რომ თქვან რომ და დაგვიმტკიცონ და იდეოლოგიის რანგში აიყვანონ ის რომ ზნეობა თითქოს არ არსებობს, ეს რაღაც ადამიანთა გამონაგონია, რაღაც ცრუ ტრადიცია ერებისა და ოჯახებისა და თათო ადამიანური, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით რომ ეს ესე არა. ზნეობა უდიდესი საიდუმლოებაა, იმიტომ რომ ის ღვთისაგან მოსულია, ის რაც ღვთისაგან მოსულია, საიდუმლოებრივია. და როცა ადამიანი, უღმერთო ადამიანი, უღმერთო კაცობრიობა, როცა რაიმეს ვერ იგებს ღვთისაგან მოცემულს, იგი უბრალოდ მას უარყოფს და გვერდზე გადადებს. ამიტომაც არის დღეს აი ამგვარი ფარდობითი გახდა ზნეობრივი ცნებები, ამდენად როგორ უგულობას ყოფილია ეს ყველაფერი და ძალიან სწრაფად როგორ მიდის ყველაფერი აქეთკენ და ადამიანი ნელ-ნელა როგორ ემსგავსება ცხოველს და პირუტყვს. ჩვენი ზნეობრივი მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ეს ხელს გვიშლის, რომ ღმერთთან ვიყოთ და ამის მიზეზი რა თქმა უნდა დაცემული ბუნებაცაა და ჩვენი პიროვნული არჩევანიცაა. მაგრამ რა განაპირობებს ჯერ ერთი ჩვენი დაცემული ბუნების ხილვას, ანუ რატო ვამბობთ, რომ ჩვენი ბუნება არის დაცემული, გარდა იმისა, რომ ჩვენ ვიცით, რომ ადამიანთა მოდგმა ვართ და ადამი ღმერთს დაცილდა. აი რა ჭირს ადამიანს ისეთი? რა პრობლემა აქვს ადამიანს ისეთი? რის გამოა ეს, რომ აი ეს პრობლემა გვაქვს ჩვენ ვერ ვახერხებთ ღმერთთან ერთობას, იმიტომ და ვერ ვახერხებთ ღვთის დიდებას, ღმერთთან ურთიერთობის პრობლემა, ღმერთთან ურთიერთობის უმაღლესი ფორმა არის დიდება, იმიტომ რომ დანარჩენი ყველაფერი შენდობის თხოვნა და ვედრება ეს ანგარების სურნელს ატარებს ყოველივე და სრული უანგარობა მხოლოდ ღვთის დიდება, ანუ ღმერთთან ურთიერთობის უმაღლესი ფორმა და ღმერთთან ურთიერთობა მთავარი მიზანი ჩვენ აქ მოვდივარ და ვეზიარებით, რატომ აქვს ადამიანს ეს პრობლემა, რომ ვერ ახერხებს ამას? მე ვფიქრობ, პასუხი გარკვეულად დღეს ამოკითხულ 60 ხულოშიც არის. აი პავლე მოციქული ესე გვასწავლის. რამე თუ ღმერთმა, რომელმაცა თქვა ბნელისაგან ნათელი გამოგწყინვებად, გახსოვთ შესაქმის წიგნი, როცა ამბობს, როცა ღმერთი ქმნის სამყაროს, პირველი მოწესრიგებული მატერია ეს არის სინათლე. რომელსაც ქმნის ღმერთი და უფალი ქმნის სინათლეს პირველ მოწესრიგებულ სამყაროში და ესე ამბობს მატერიალურ სამყაროს გულისხმობს რომ იქმენ ნათელი და ნათელი შეიქმნება რომელიც არ არის კონცენტრირებული ვარსკვლავებში ჯერ კიდევ მაგრამ უკვე არსებობს ეს ფოტონები ანუ ის ყველაზე ლამაზი ყველაზე მშვენიერი რაც კი არსებობს მატერიაში და ღმერთმა რომელმაც ქმნა ნათელი ბნელისაგან ნათელი გამოვწყინვებად სწორედ მან, აი ამ ღმერთმა, რომელმაც ეს შექმნა, ხილული ნათელი, რომელმან გამოავწყინა, მანვე გამოავწყინა გულთა შინა ჩვენთან. განსანათლებლად,
მეცნიერებისა დიდებისა ღმრთისა. ანუ ის ვინც შექმნა ნათელი. იგივე ღმერთი ჩვენს გულში გამოარწყინებს ნათელს ღვთისადიდებლად. ოღონ ეს ნათელი უკვე აღარ არის ის ნათელი, რომელიც მატერია, რომელიც მოწესრიგებული ყველაზე მშვენიერი ლამაზი ქმნილებაა მატერიალურ სამყაროში. და ღმერთი ჩვენს გულში თითქოს როგორ სამყარო როგორ შექმნა, ჯერ შექმნა ნივთიერება, რომელიც არის ბნელი და უსახური. და მე იწყებს ამ ნივთიერების მოწესრიგებას და პირველი მოწესრიგებული ნივთიერება ეს არის სინათლე. აი ეს ასევე ადამიანი თითქოს და თიხის ჭურჭელი. შემდეგ ამასაც ეხლავე ამოგიკითხავ. რამე თუ ეს საფასე, ანუ ჩვენში არსებული ბრწყინვალება ღვთაებრივი ღმერთმა რომელმაც სამყარო მოაწესრიგა, ბნელი სამყარო მოაწესრიგა, ჯერ შექმნა ეს ბნელი სამყარო, ანუ ნივთიერება და დაიწყო მისი მოწესრიგება, რომ მასში ნათელი გააჩინა, ასევე შექმნა ჩვენ და მასში ღვთაებრივ ნათელს გამოარწყინებს. და პავლე მოციქული ასე ამბობს და გვაქვს ჩვენ ეს საფასი, ანუ ეს ძვირფასი რამ ნათელი კეცის ჭურებით. ანუ ჩვენ თიხისაგანა ვართ მოზელილი, კეცი თიხა არის, კეცის ჭური, ანუ კეცის ჭურჭელი, თიხის ჭურჭელი. ანუ ეს საოცრება, რომელსაც ღვთის ნათელი, ღვთის ბრწყინვალება ქვია, ჩვენ მოცემული გვაქვს, როგორც საუნჯე, აი ამ თიხის ჭურჭელში პავლე მოციქული ამბობს. რატო? რაითა გარდარეული იგი ძლიერებისა იყოს ღმრთისა და არა ჩვენგან. ანუ ეს საოცრება, რომელიც გარდარეული ძლიერება, რომელსაც ჩვენი გონება, ჩვენი არსება ვერ მიწვდება იმ სიდიადეს, რომელიც ღმერთისაგან მოდის, მივხვდეთ, რომ ჩვენგან კი არ არის, არამედ ღმერთისაგან არის, ხოლო ჩვენ კეცის ჭურები ვართ, თიხის ჭურჭლები ვართ, რომელიც ხვალ მიწად გადაიქცევ. აი ეს არის ჩვენი ზნეობრიობის საფუძველთა საფუძველი. რომ დაინახო ვინ ხარ, რომ დაინახო შენი რეალური მდგომარეობა, ხორციელი, რითაც ჩვენ თავი მოგწონს. ჩვენ ხომ ესეთი განცდა გვაქვს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვართ რაცა ვართ, ჩვენ ვართ მაგრები, ჩვენ როგორი კარგები ვართ, როგორი ძლიერები ვართ, როგორი გონიერები ვართ. მთელი სამყარო ჩვენ გვეკუთვნის. ვინ იქნება ჩვენი უფალი, საქუდათ არ მიგვაჩნია დედამიწა ქალამნად. ღმერთი ხომ მოვკალით, არც ვნანობთ, რომ მოვიდეს კიდევ მოვკლავთ. უარყო დღესაც ვკლავთ, ყოველდღიურად, ყოველწლიურად თვით საქართველოში, რომელიც არსებობს როგორც ღვთის რჩეულიერი, თვით საქართველოში, რომელიც ყველაფერი, ის რაც მის ყოფიერებას ეხება, ის რაც მის კულტურას ეხება, ის რაც მის ისტორიას ეხება, ყველაფერს გნებავთ, გენეტიკასაც ეხება, ყველაფერი ქრისტიანულია, აი ამ საქართველოშიც. როგორც კი ქართველი კაცი გაილაღებს ხოლმე და საკუთარ თავს თავისუფლად იგრძნობს, იმ წამსვე ეს აზრი იმ წამსვე ის აზრი კი ებადება, დიდება უფალო, შენ სახელს კვლავ თავისუფალი ვარ მეო, არამედ ის აზრი ებადება, რაც წეგან გითხარით, მთელი სამყარო ჩემია, ყველაზე მაგარი ვარ, ყველაზე გაბღენწილი ვარ, საქუდათ არ მიმაჩნია დედამიწა ქალამნა და პირველი რასაც აკეთებს ქართველი კაცი ესე დროს, უკანასკნელ ჩვენმა უახლესმა ისტორიამ გვაჩვენა, პირველი რასაც აკეთებს, ეს არის ის, რომ ღმერთს ებრძვის და მის ყოველ გამოვლინებას ეკლესიის სახე. ამიტომაც არის, რომ პავლე მოციქული გეუბნება, გვაფხიზლებს, გვახსენებს, რატო ქედმაღლობ, რას წარმოადგენ? თუნდაც ქართველი იყო და ან სხვა ერის წარმომადგენელი. თიხის ჭურჭელი ხარ, მიწა ხარ, რომელიც მიწათვე მიიქცევი, ძალიან მალე თვალის დახამხამებაში, წუთში და სოფელი შენთვის მხოლოდ ერთ წუთად გადაიქცევა და შენთვის მარადისობა არ იარსებებს და იარსებებს საშინელი სახით, როგორი სახითაც ყველას ღმერთმა დაგვიფაროს, რომელსაც ჯოჯოხეთი ქვია. მოკლედ, როდესაც ჩვენ ამ საკითხებზე ვსაუბრობთ, ერთი რამე უდავოა. ჩვენ არ ვიცით რა არის სიმართლე. როგორ შეიძლება ადამიანი მართლაც ხედავს საკუთარ კეცის ჭურს, ანუ თიხის ჭურჭელს და როგორ შეიძლება, რომ ადამიანი სიმართლეს ვერ ხვდებოდეს? როგორ შეიძლება? ერთი დღე ვერ გაძლებს საჭმლის გარეშე. დღეში თან რამდენჯერმეც უნდა ჭამო და თან გემრიელად, რომ არსებობ. სუნთქვის გარეშე რამდენიმე წუთსაც ვერ გაძლებ.
ჩვენ გვინახავს ჩვენი მრავალი ახლობელი, როგორ გარდაიცლება და როგორ ჩადის მიწა, ჩვენ გვინახია როგორია მკვდარი ადამიანი, ჩვენ გვინახია როგორია გახსნილი ადამიანი, ჩვენ გვინახია რა რჩება ადამიანისაგან. ჩვენ გვინახია დაცემა ძლიერთ ამასოფლისა. დაცემანი ძლიერთ ამასოფლისა, ნი გვინახია ეს და გვინახავს ეს და ვიცით ეს რა არის. და მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ვერ ვხედავთ სიმართლეს. ჩვენ ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ იმისათვის, რომ ჩვენ სწორი ცხოვრება გქონდეს, იმისათვის, რომ ჩვენ გავაცნობიეროთ რისთვის ვარსებობთ და როგორ უნდა ვიყოთ ჩვენ ბედნიერი, რომელიც ასე ძალიან გვინდა სხვათა შორის. უნდა ვიცოდეთ რა არის სიმართლე, გვაინტერესებდეს იგი და ვეძებდეთ მას. სიმართლე ჭეშმარიტება ჩვენთვის ძალიან ძვირფასი უნდა იყოს. სხვათა შორის პილატესგან განსხვავებით. პილატე რა თქმა უნდა ეკითხება რა არისო ჭეშმარიტება. უფალი ზრუნავს მასზე, ხშირად მithქვავს მე თქვენთვის, უფალი ზრუნავს პილატეზე და ისეთ თემას წამოწევს, რაც განაწყობდა პილატეს ღვთისმაძიებლობისაკენ. და ჭეშმარიტებას ახსენებს, რომ მე იმიტომ მოვედო რომ ჭეშმარიტება დავამოწმო. პილატეს ეს თემები აინტერესებს. პილატე, რა თქმა უნდა, როგორც რომაელი ფილოსოფოსია, თავისთავად ცხადია. ყველა რომაელი, ყველა ბერძენი თავისი განათლებით ფილოსოფოსია. მათ უყვართ აზროვნება, მათ აინტერესებთ სიბრძნის მეტყველება. და ამიტომ როგორც კი აი ამ თემას წამოწევს უფალი ჭეშმარიტების შესახებ სიტყვას დადებს, რა თქმა უნდა, პილატე იმ წამსვე დიალოგში შედის. მაგრამ რა საოცრება მოხდა ამ დროს პილატეში. პილატე კითხულობს, რა არისო ჭეშმარიტება, მაგრამ აი ამ ჭეშმარიტების ძიების სურვილს კვლავ გადაზალავს უზნეობა. დროზნეობის საფუძველი კიდე გიმეორებთ არის ის, რაც წერა პავლე მოციქულისგან ამოვიკითხე და ამის მიხედვით ვამბობ, რა არის ზნეობის საფუძველი? ის რომ ერთის მხრივ შენ სიდიადე გაინტერესებს და ეს ინტერესები ხედავ რაშია? თიხის ჭურჭელში. ამიტომ ქედმაღლობა საფუძველი არ აქვს. რა თქმა უნდა მე ვიცი რომ 2x2 4-ია. ჩემი გონება ამას მიმახვედრებს და მას შეუძლია ამგვარად იფიქროს, მაგრამ მე უნდა ვიცოდე რომ ეს გონება ჩემი საკუთრება არ არის. ეს უნარი ჩემთვის მე თვითონ არ მიმიცი. და ის რაც გარეგანია ყველაფერი, ბოლოს მიწად გადაიქცევა. ამიტომ ზნეობის საფუძველი არის ეს, ჩემში, რასაც ვხედავ, ჩემი დამსახურება არ არის. ამიტომ საფუძველი ჩემს ქედმაღლობას და სიამაყეს ამპარტავნებას არ აქვს, როგორც კი ადამიანი აი ამ კუთხით იწყებს განვითარებას, როგორც კი მას ახსოვს, რომ ეს თიხის ჭურჭელი ბოლოს რამ მდგომარეობაში აღმოჩნდება. აი ამ წამიდან, ამ წუთიდან და როგორც კი აღმოაჩენს, რომ მასში ის რაც სიდიადი არ შეიძლება ამ თიხის ჭურჭლის მოთხოვნილებას ემსახურებოდეს, ანუ ჩვენ ხორციელ მოთხოვნილებებს ემსახურებოდეს, აი აქედან იწყება სწორედ ზნეობა. ხოლო როცა ადამიანი საკუთარი თავის იდენტიფიკაციას ახდენს ამ თიხის ჭურჭელთან, მის მიდრეკილებებთან, ვნებებთან და კიდე ქედმაღლობს, ეს არის საფუძველთა საფუძველი უზნეობის. პილატე სწორედ ეს დაემართა. ჩვენ პილატეზე არ წაგვიკითხავს, რომ ის მრუშია, ან გარყვნილია, ან კაცის ყვლელია. ის გარკვეულად სამოქალაქო თვალსაზრისით თლად უზნეო ადამიანიც არ ჩანს ყოველ შემთხვევაში. მაგრამ ნახეთ მისი უზნეობა, ყველაზე მთავარი უზნეობა რომ არის. ჭეშმარიტება უცებ დაინტერესდა, მაგრამ ქედმაღლობა მძლია და რა არისო ჭეშმარიტება კითხვა, მაგრამ იმ წამსვე გადაიფარა იმ სიამაყით, რომელიც არაძლევს საშუალებას მის სულს ეძებოს. და გადის გვერდზე და ურთიერთობიდან გამოდის და უფალს პასუხის გაცემის საშუალებას აღარ აძლევს. კითხვას სვავს და მას უფლის პასუხი არ აინტერესებს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჭეშმარიტება ჩვენ ეს ვიცით. ქრისტიანობა როგორ არ ვიცით ეს? ქრისტიანი ამბობს, მე ვარო ჭეშმარიტება. ანუ ჭეშმარიტება სამყაროს მიღმიერია. ჭეშმარიტება სამყაროს მიღმიერია. ამიტომ არის რომ მიღმიერი რას ნიშნავს? ის ზე არსობრივია. არსობრივია, მაგრამ ზე არსობრივია, ანუ მატერიალური სამყაროს მიღმა არის. ამიტომ არის იგი ჩვენთვის მიუწვდომელი. მაგრამ თუ ძვირფასია და თან მიუწვდომელი, ნახეთ, სამყაროს მიღმიერია და თან ძვირფასია. თუ ძვირფასი არ არის, ჩვენ აქ არ ვიქნებით.
თუ მოუხელთებელია, მეტაფიზიკურია და ესე იგი მიუწვდომელია, მაგრამ ჩემთვის ძვირფასია, რა დღეში უნდა იყოს ადამიანი წარმოედგენა. ესე იგი ყველაზე ძვირფასი, რაც კი შეიძლება სამყაროში იყოს, რაც კი შეიძლება იყოს, ეს არის ჭეშმარიტება, ანუ ქრისტე, მე ვიცი, ვინ არის, ხო ჭეშმარიტება, მაგრამ რომელიც სამყაროს მიღმიერია, რომელსაც მე უნდა სულ ვეძებდე. და პილატესავით კი არ ვეძებდე, პილატესავით კი არ მაინტერესებდე, რატო დაიწერა ეს ეპიზოდი, რომელიც რეალურად მოხდა სახარებაში დაიწერა იმიტომ, რომ მე დავინახო, რომ როგორი დამოკიდებულება არ უნდა მქონდეს ჭეშმარიტებისადმი. გულგრილი დამოკიდებულება არ უნდა, მე სულ უნდა ვეძებდე მას. მაგრამ მეორე მხრივ, რადგან სამყაროს მიღმიერია და მიღმიერი თუნდაც იმიტოა, რომც ქრისტიანი არ ვიყო, რომ კაცობრიობის ისტორია რაც კი არსებობს, სულ ეძებს ამჭეთ და ბოლოს ფილოსოფიური ერთ-ერთი ესეთი ფილოსოფიური მსჯელობის ლოგიკა ესეთია. ჭეშმარიტება არის მიზნისაკენ მიღწევის პროცესი. იმიტომ რომ ყველა ხედავს, რომ რაღაც პროცესია, როცა პროცესში ვიმყოფები, მე ვფიქრობ ბედნიერებას ამ დროს ბედნიერება ჩემთან არის და როგორც კი მივალ გაქრება. გაქრება ესე იგი ის რასკენას მე მივისწრაფოდი, ის არ იყო ჭეშმარიტება, თორე თუ მივედი ავიღე და უკვე ბედნიერი აღარ ვარ, იმიტომ რომ ჭეშმარიტებას ხომ ბედნიერება ახლავს და ხომ არ შეიძლება იყოს ღვთაებრივი ჭეშმარიტება და უბედურების მომტანი. ესე იგი მიუწვდომელია, ადამიანის გონება ამას ხედავს, ხვდება. და რადგან იგი მიღმიერია, რადგან აქ არ არის, მაგრამ არსებობს. მე როგორი მაძიებელი უნდა ვიყო და როგორი მტკიცე უნდა ვიყო, რომ მოვიპოვო ჭეშმარიტება, მოვიძიო და მივწვდე მას. კაცობრიობა ეძებდა და კაცობრიობის რელიგიური ისტორია, აი რელიგიურობის გარეშე ადამიანი არ არსებობს. არ არსებობს არც ერთი ერი, რომელსაც რელიგია არ აქვს. ანუ რა აქვს? ანუ სწრაფვა მიღმიერისაკენ. სწრაფვა ეძებოს ადამიანური ცხოვრების საზრისი. აი ამის გარეშე არც ერთი ერი არ არსებობს. რაც არ უნდა ცოდნის მხრივ, კულტურის მხრივ განუვითარებელი ერი იყოს, აი შამანიზმი, რასაც ქვია, ყველაზე შამანიზმი რელიგიად არც კი ითვლება. მაგრამ აი შამანიზმის მდგომარეობაში კი რომ იყოს ადამიანები, რაღაცა ერი, ხო ჯგუფი რაღაც, ეთნო ჯგუფი რაღაც, ისინიც კი აი ამ შამანიზმის, ამ რაღაც საშინელი უბედურების საშუალებითაც კი ცდილობენ ადამიანური ცხოვრების საზრისი იპოვონ და მიღმიერს მიწვდენ. ადამიანი ამის გარეშე არ არსებობს. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ კაცობრიობის ისტორია, რელიგიური ისტორია როგორია. ყველაფერი მარცხით მთავრდებოდა, ვერაფერი ვერ იპოვეს. ძიება გრძელდება, ადამიანები ცდილობდნენ მიწვდომოდან ჭეშმარიტებას, მაგრამ ამას ვერ ახერხებდნენ. და ვერასოდეს ვერ მიწვდებოდით, რომ ჭეშმარიტება მხოლოდ სამყაროს მიღმიერი დარჩენილიყო. მადლობა ღმერთს, რომ ჭეშმარიტება სამყაროს მიღმიერი არ დარჩა მხოლოდ. იგი ჩვენთან მოვიდა. ხოლო რელიგიურ ძიებას რაც შეეხება, კაცობრიობაში ორი მიმართულება ქონდა. ერთი პირობითად შეიძლება ასე ვთქვათ, ეს დაყოფა მაინც პირობითია, მაგრამ მაინც უფრო მეტად ესე იკვეთება, დასავლური და აღმოსავლური. დასავლურში ჩვენ შეიძლება მაგალითად დასავლურ რელიგიურ ძიებას ჩვენ შეიძლება მოვიყვანოთ მაგალითად ბერძნული სამყარო, რომაული სამყარო. და ნახეთ, თქვენ მათი მითები ალბათ სკოლაში მაინც წაკითხული გვაქვს, ხო? რაღაც დაახლოებით რაღაც წარმოდგენა გვაქვს. აი როგორი სამყაროა ეს? ეს არის სამყარო, მათი რელიგიური სამყარო და მათი რელიგიური ძიება როგორია? მიწას ვერ ცდება. ის მიღმიერი ღმერთებს რომ უწოდებენ. ის მიღმიერი ღმერთებს რომ უწოდებენ, ისიც კი მიწიერია. მათ შორის მიწიერი ურთიერთობებია. იგივე რაც აქ არის. მრავალღმერთიანობა. ანუ არ არის აბსოლუტი, რომლისაგანაც შეიძლება ადამიანი ისწრაფოდეს. ყველაფერი დაგსაქსულია, გამფენილია ჰორიზონტზე. სიღრმე ვერტიკალში ვერ არის. ჰორიზონტზეა. ანუ ადამიანს არ ემეტება, ვერც ხვდება, ვერც ჭრეთს და არც ემეტება მიწიერი ფასეულობები. გარკვეულად მართლებიც არიან, იმიტომ რომ ადამიანში არის ის საოცრება, რომელიც მართლაც არის და რომელიც უგულობას ყოფა არ შეიძლება. ადამიანს შეუძლია სიყვარული, ადამიანს შეუძლია სიხარული, ადამიანს დადებითი ემოციების განცდის უნარი აქვს. ადამიანის ბედნიერების
გაელვების განცდის უნარია, კაი ამ ყველაფერს გზნობს, იმედი აქვს ასე შემდეგ. არ ემეტებათ, სხვას ვერ ხედავენ და მიღმიერ სამყაროშიც ამას ეძებენ. მაგრამ ამ ყოველივეს ტანჯვა მოაქვს, ძალიან კარგად იციან. მათი გარდაცვალების მერე მათი სამყარო ბნელით მოცულია. სადაც არ არის სიხარული. მაგრამ არის არსებობა, მაგრამ ეს არსებობა მათთვის გაურკვეველია და ისევ მიწიერისაკენ ისრაფია. ეს არის მათი რელიგიური ძიებანი. აღმოსავლეთში სხვანაირად იყო. აღმოსავლეთში ვერტიკალს ეძებდნენ, რომელიც ყველაზე ესეთი რაფინირებული ფორმა არის ბუდიზმი, თუმცა ინდოეთში ბრაჰმანიზმიც იგივეა, როცა ინდივიდუალური პიროვნული არსებობა საერთოდ ხრება და ერთ აბსოლუტში ერწყმება. ანუ ისინი ხედავენ, რომ მიწიერი ეს ყველაფერი თითქოს კარგია, მაგრამ ეს ტანჯვას იწვევს, ყველაფერი ამის გამო უნდა განთავისუფლდეს და აბსოლუტოსაკენ ისრაფო. სადაც მათი ცნობიერებით ყველაფერი პიროვნული ხრება, იმიტომ რომ პიროვნული ტანჯვას უკავშირდება, ხედავენ ამას და ცდილობენ ამ პიროვნულს გაექცენ. ფაქტურად შეიძლება ითქვას, რომ სამყაროს რელიგიური ძიება კაცობრიობის ეს შეიძლება დაიყოს. ესე იგი ჰორიზონტალური სწრაფა, როცა მიწიერს ვერ წყდები, იმიტომ რომ ის ძვირფასია და მართლაც არის ის ძვირფასი, მაგრამ ტანჯვა მოაქვს და ვერტიკალი, როცა ხედავ, რომ რაგან ტანჯვა მოაქვს, უნდა გავექცე და ვერტიკალში ვისწრაფო, მაგრამ იქ პიროვნულ არსებობას ყოლავ და მივიღეთ ჯვარი, ხო, თითქოს. ესე გამოვიდა. და ნახეთ საოცრება და სიდიადე ქრისტიანობისა, მან როგორ შეძლო ქრისტიანობა ამ ყოველივეს გაერთიანება, ვერტიკალისა და ჰორიზონტისა ჯვარი მივიღეთ. ერთ-ერთი ცნობილი ფილოსოფოსი ეს ამბობს, რომ ადამიანი რომც არ იყოსო ქრისტიანი, ის მაინც მიხვდება, რომ ჯვარში რაღაც სიდიადეა, იმიტომ რომ ის სწორედ აი ამ ორივე სწრაფვას აერთიანებს. არც იმას კარგავ, რაც მშვენიერი და ბედნიერია მიწაზე, მაგრამ ღვთისაკენაც ისრაფი და რადგან მიწიერს ან პიროვნულსაც არ კარგავ. ის ზეცაში ჩჭება და ზეციური სიდიადე მიწას განეფინება და ეს ყველაფერი ქრისტიანობა მოგვიტანა რეალურად. ეს არის სწორედ ერთ-ერთი მაჩვენებელი ქრისტიანობის სიდიადის. ჯვარი არის სწორედ მაჩვენებელი ქრისტიანობის სიდიადის. აი აქ ასე მე ვთქვი, ძალიან კარგად ჩანს ლოგიკა თითქოს. ეხლა თქო უნდა მე არ უღმავდები ფილოსოფიურად, რომ ეს საკითხები უფრო განმარტოთ, ამის საშუალება დღეს არ არის. მაგრამ მიუხედავად ამგვარი ლოგიკისა, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის მიწიერი ზეციერთან ერთად, რომელიც ადამიანს ორივე აქვს, ძალიან ხშირად ეს მიწიერი ჭარბობს, იმიტომ რომ ხორცი ბატონობს ხოლმე სულზე, თუმცა პირიქით კი უნდა იყოს, ხოლო ხორცი მიღმიერი სამყაროსადმი არის ბრმა. ხორცს არ შეუძლია მიღმიერი სამყაროს დანახვა. ბრმა და რა თქმა უნდა ამას ყველაზე პირველად და ყველაზე კარგად იყენებს ბოროტი. ანუ დაცემული ანგელოზი, რომელიც თავარი საქმიანობა ის არის, რომ ღმერთს ბრძოლოს მას ვერ ერება და მის ხატს ებრძვის. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა. ეშმაკი რა თქმა უნდა ებრძვის ადამიანს, დაწყებული ადამიანთან. თითოეულ ჩვენთაგას ებრძვის. იყენებს ჩვენს ხორციელს სიბრმავებს, იყენებს იმას, რომ ჩვენში დომინირებს ხორციელი და არასულიერი, მაგრამ ეს ჩვენი ბრალია. ჩვენი ბრალია ეს. ადამიანს რო აქვს უნარი სინდისის ხილებაზე უარი თქვას და ხორციელს დაემონოს, რა თქმა უნდა ეს ადამიანის ბრალია. მაგრამ და ეშმაკი ვერ იტანს ადამიანში ზნეობას. აი იმ ზნეობა ეშმაკმა იცის, რომ ადამიანი თიხის ჭურჭელია, მაგრამ მასში ღვთაებრივი მადლი, ადამიანი ღმერთის გარეშე არ არსებობს. ეშმაკი ხედავს, რომ თუ ადამიანი იმ წყინვალებისაკენ დაიწყებს სწრაფას, რომელსაც მასში დაინახავს, მაშინ მან უნდა ხორცზე ბატონობა დაიწყოს. და ეს არის სწორედ დასაწყისი ზნეობისა. ზნეობა რა არის? საკუთარ თავში რომ პირუტყვს ალაგმა, ხო აქედან იწყება და შემდეგ დემონურ სიამაყესაც დადგუნა, მაგრამ ეს არის ზნეობა. ეშმაკი ზნეობას ებრძვის იმისათვის, რომ სწორედ ადამიანმა ის თავის საკუთარ თავში ბრწყინვალება, თორე ეშმაკისთვის რა მნიშვნელობა აქვს, როგორ იცხოვრებ, მაგრამ აი ეს უნდა, რომ შენი მთელი ცნობიერება იყოს მიმართული შენი ხორცისაკენ და ის შიგნით რაც ბრწყინვალება ღვთაებრივი ის ვერ დაინახო, იმიტომ რომ როგორც კი იმას დაინახავ, შენში ზნეობრივი ცხოვრება იწყება. და ეშმაკმა ძალიან კარგად იცის, რომ ნებისმიერი ადამიანის დამარცხება შეიძლება, თუ მას ზნეობრივად შეებრძოლა. და ვერ იტანს კიდევ მეორე ადამიანში ზნეობას, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ ადამიანში ღმერთი იმარჯვებს. როცა ღმერთი ადამიანად მოვიდა, როცა ეშმაკი ხედავს
ქრისტეს და ხედავს მის სრულყოფილ ზნეობას, მაგრამ ეშმაკი ვერ ჭრեց განკაცების საიდუმლოებას. თავად ღვთისმშობელის ბოლომდე ვერ ჭრეთდა, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. ეშმაკი მით უმეტეს ვერ ჭრեց. აი ამ ეს ვერ ხვდება რას ნიშნავს ეს, რა არის ეს. მისთვის წარმოუდგენელია ხედავდეს ადამიანს, რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანი უძლურებანი და სისუსტე აქვს და ის იყო სწორედ ის, ვინც თავად ეშმაკი შექმნა. მისთვის ეს წარმოუდგენელია, მაგრამ ჩვეულებრივათაც რომ არ არის საქმე, ამასაც ხედავს. ზეღმერთი გაუგია, მაგრამ ეს რას ნიშნავს არ იცის. ამიტომ ეშმაკი ხედავს ქრისტეში საოცარ ზნეობრივ სიმაღლეს, როცა მასე იოტის ოდენათაც ვერ იმარჯვებს, ვერც ადამიანური ვნება უძლურებიდან გამომდინარე და ვერც თვითონ ვერ იმარჯვებს. ესე იგი ვერ ხვდება განკაცების საიდუმლოს, მაგრამ იმ სიმაღლეს ზნეობრივს, რომელიც ქრისტეში ეშმაკი ამას ვერ იტანს. მთელი ძალით ცდილობდა ეშმაკი, რომ ქრისტეს ზნეობრივად გაეტეხა. და წარმოდგენილი მაქვს, როგორ უკვირდა, როცა ამას ვერ ახერხებდა. როგორ უკვირდა. მაგრამ ქრისტეს მოღვაწეობის ზნეობრივი მხარე, რომელიც არ არის მარტო საკმარისი იმისათვის, რომ ჩვენ გამოვეხსნათ ქრისტეში კიდე სხვა რამ ისეთია მის ღვაწლში, გარდა ზნეობრივი მხარისა, მაგრამ აი ეს ზნეობრივი მხარე, რატომ მოგვეცა ჩვენთვის, რატომ დაიწე? იმისათვის, რომ ჩვენ ეს დავინახოთ და ჩვენ მას უერთგულოთ. უფლისადმი ერთგულება ეს ჩვეულებრივი რამ არის, ქრისტიანობა მაგის გარეშე უბრალოდ არ არსებობს. ხშირად მithქვავს მე, რომ ჩვენ უბრალოდ რომ ღმერთის მორწმუნენი ვიყოთ, ღმერთს არც ტკივა ესე ვიფიქროთ და რაღაც კანონებს გვაძლევს და კანონებს აღვასრულებთ, რა პრობლემაა? მეტნაკლებად ამას შევძლებდით, ფარისევლებმა ხო ეს შეძლეს, მაგრამ ქრისტე ღმერთი რადგან ადამიანად მოვიდა, ქრისტე რადგან ღმერთთან ერთად ადამიანიც არის, ამიტომ ჩვენ გვმართებს, რომ მისი ერთგულნი ვიყოთ არა მხოლოდ როგორც ღმერთის, არამედ როგორც ადამიანისა, რომელსაც ტკივა და სხვათა შორის ჩვენთვის განსხვავდება ღმერთის ერთგულება, რომელსაც არც ტკივა ჩემთვის და ღმერთის ერთგულება, რომელსაც ტკივა ჩემთვის და არა უბრალოდ ტკივა, არამედ მოკვდა ჩემთვის. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. ღმერთის ერთგულება, რომ მე შევასრულო მისი მცნებები, კანონები, ცივად, იმიტომ რომ მას არ ტკივა და შევასრულებ როგორმე და სხვა საკითხია, როცა სხვა საქმე როცა ჩემ წინ დგება, შემდეგი თემა წარმოჩინდება, რომ მე უნდა უერთგულო მას როგორც ადამიანს და ადამიანს, რომელსაც ტკივა და ჩემთვის და არა ტკივა უბრალოდ, არამედ მოკვდა ჩემთვის. რომ მე მას უერთგულო როგორც ადამიანს მისი მოწაფე ვიყო, რომ მას გული არ ვატკინო ადამიანს. რომ უერთგულო გვერდში დაუდგე როგორც მეგობარი. რომ როგორ მე მოვახერხო ის, რომ მას რომ ხელი ხვდება და ანერწყებენ, ეგება მე მომხვდეს მისკენ მოქნეული ხელი და მე შემანერწყო. და ბოლოს მას როცა მოსაკლავად იმეტებენ, ეგება მე გადავეფარო და მე მოკვდე მისთვის. განა ადამიანური ერთგულება მას არ გულისხმობს? განა ადამიანური ერთგულება სხვა რამეს გულისხმობს? განა სიყვარული ესე არ განგვიმარტა უფალმა, რომ იმას დიდი სიყვარული არავისა აქვს, რომ თავითვისი დადოს მეგობრისათვისო. ამიტომ რადგან იგი ჩემთვის კვდება, მაშინ მე უნდა შევძლო, ისეთი ვიყო, რომ მისთვის, მის მაგივრათაც კი მოვკვდე. უცნაურია, მაგრამ ეს არის ადამიანისადმი ერთგულება. სხვისთვის ნასროლ ტყვიას, რომ მე გადავეფარო, სხვანაირი ადამიანური ერთგულება განა არსებობს. მე მოვიკლო და მას მივცე, ეს არ არის ადამიანური ერთგულება. მან ეს მასწავლა და მე ეს ვიცი ჩემი სინდისით. და პავლე მოციქულიც ამას გაამბობს ზუსტად, რომ არადი სიკვდილი უფლისა ჩვენისა იესუსი ხორცთაშინა ჩვენთა გვიტვირთავს. ის სიკვდილი, რომელმაც მან ჩემთვის განიცადა, ჩემ ხორცში უნდა ვგრძნობდე მე ამას. რამე თუ მარადის ჩვენ ცხოველნი ესე, ანუ ჩვენ ცოცხალნი, სიკვდილსა მივეცემით იესუსთვის. ქრისტესათვის მარადის კვდებით ჩვენ ცოცხალნი. სხვანაირი ქრისტიანობა უბრალოდ არ არსებობს. ამიტომაც რა თქმა უნდა, ეშმაკი ვერ ტეხს მაცხოვრის ზნეობას. აუქს ვერ ათქმეინებს ადამიანზე, თათი ჯვარზეც კი, როცა ის უსისინებს ყურში, რომ ხედავ როგორ გექცევიან, დასაჯე, დაგმე, დაწყევლე, ქრისტე ლოცულობს. მიუტევე მამაო, რამე თუ არ იციან რას აიქმიან, რას აკეთებენ. ვერ გატეხა. მაგრამ მე როგორც ქრისტიანი, მე ვალება, რომ უფალს უერთგულო ბოლომდე, სიკვდილამდე, რომ მეც ვერ გამტეხოს ზნეობრივად ბოროტმა, რომელიც ჩემზე ნადირობს, ისევე როგორც ქრისტეზე ნადირობდა, იმიტომ რომ მე ქრისტესი ვარ. და კიდევ ერთი.
რაც შეეხება უფლისადმი ერთგულებას. ჩვენ წეგამს საუბრობდით თუ როგორ უნდა ვიყოთ ბედნიერი და გახარებულნი, როგორ ვარ და უნდა ვიყოთ კარგად და იმედით, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ჩვენ ქრისტეს უერთგულებთ, იმიტომ რომ იგი ადამიანად მოსულია. თუ ვერ უერთგულებთ, მაშინ რა თქმა უნდა ჩვენ სუსტები ვართ, მრავალზის ჩაგვიმუხლია და ჩავიმუხლავ, მრავალზის წავქცეულ ვართ და წამოვდგებით ღვთის მადლითა და მისკენ სწრაფი სურვილით, მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ჩვენ ოდესმე მას, ჩვენი თავისუფალი არჩევანით მას უღალატოთ. იმიტომ რომ სადაც ღალატი ჩდება უკვე, შეგნებული ნაბიჯი, უფლის უარყოფისა, მეგობრის უარყოფისა. იქ დასაბრუნებელი თითქმის აღარ არის. და თუ არის მთელი ცხოვრება, ეს დარჩენილი ცხოვრება, ტკივილში გატარებული გვექნება. თუ ჩვენ უფალს შეგნებულად მოგულისხმობ, არა იმას, რომ ჩვენ მუდამ წავიქცევით ხოლმე და წამოდგებით, მუდამ ჩავიმუხლავთ ხოლმე და ისევ წამოგვაყენებს უფალი, ამას არ გულისხმობ, არამედ შეგნებულ ღალატს გულისხმობ. და ორი მაგალითს გავიხსენებ. უფლის ღალატისა, იუდას მაგალითს და პეტრეს მაგალითს, ორივემ ქრისტეს უღალატა. და ორივეს მდგომარეობა უმძიმესი იყო და აი, როდესაც ადამიანი ადამიანს უღალატებს, მეუღლე მეუღლეს, მეგობარი მეგობარს და ასე შემდეგ. როცა ადამიანი მეორე ადამიანს უღალატებს, შეიძლება რა თქმა უნდა შეინანოს. მაგრამ ეს სინანული თუ მართლა არსებობს, უმძაფრესი ფორმებით ვლინდება და ეს ფორმები ორად-ორი შეიძლება მხოლოდ იყოს ან იუდასი და ან პეტრესი. იუდა ჩაწვდა რა საშინელებას ღალატის, რომელიც მან ჩაიდინა. ვერ არ ქონდა რა სწორე სულიერი ხედვა და ცხოვრება ვერ გაუძლო აი ამ საშინელი ცოდვის უსაშინლეს სიმძიმეს და თავი მოიკლა. წარმოედგინათ ახლა იუდას გააცნობიერებინა ის როგორც გააცნობიერა რომ რა გააკეთა, მან გააცნობიერა რა გააკეთა, მაგრამ მას არ ქონდა სწორე სარწმუნოება, მას არ ქონდა სწორე სულიერი ხედვა, ამის გამო ვერ გაუძლო და თავი მოიკლა. სიცოცხლეს ვეღარ გაუძლო, სიცოცხლეს რომელმაც ეს ჩაიდინა. მაგრამ წარმოედგინეთ თქვენ იუდას ისევე არ ქონოდა სარწმუნოება როგორც არ ქონდა, დაენახა თავის სიმძიმე, ცოდვის სიმძიმე და გააგზელებინა ჩვეულებრივი არხენად ეცხოვრა ჩვეულებრივად. აი იუდას ცოდვა ხომ საშინელებაა. მაგრამ გაცილებით საშინელი იქნებოდა მისი ცოდვა, გააცნობიერებდა რა და უღმერთოდ დარჩებოდა რა, თუ თავს არ მოიკლავდა და გულარხეინ ცხოვრებას გააგზელებდა. ჩვეულებრივად, ტაშპანდურა ცხოვრებით, როგორც მანამდე უცხოვრია. კიდევ უფრო საშინელება იქნებოდა ეს, იმიტომ რომ ეს ნიშნავდა, რომ რას ნიშნავდა? ესე იგი ეს არა, ალბათ ეს იმას ნიშნავდა, რომ მან ვერ დაინახა თუ რა ჩაიდინა. და პეტრეს მაგალითი, რომელმაც ასევე საშინელი ცოდვა ჩაიდინა ღალატისა. ქრისტეზე თქვა, რომ მე ამ კაცს არ ვიცნობ. და მთელი ცხოვრება ტიროდა. იუდასგან განსხვავებით მას სწორე სარწმუნოებრივი ხედვა აქვს. მას ძალიან უყვარს უფალი და იცის ვინ უყვარს იუდასგან განსხვავებით. ის დაემხობა მის წინაშე და ნანობს, მაგრამ და პეტრესში ქრისტესთან ურთიერთობის სიხარული ჭარბობს მისავე სიცოცხლეს, ანუ პეტრეს სიცოცხლე, რა თქმა უნდა, უყვარს, თავის სიცოცხლეს გულისხმობ და მისთვის ძვირფასია, ისე როგორც იუდასთვის, მაგრამ იუდასთვის მისი პირადი სიცოცხლე არის ყველაზე აღმატებული რეალობა. და ეს როცა აღმატებული რეალობა დაიდგუნა ღალატის ცოდვით, მან ვეღარ გაუძლო და თავი მოიკლა. პეტრესათვის უმაღლესი ღირებულება იუდას მსგავსად საკუთარი სიცოცხლე კი არ არის, რომელიც ასევე დაიდგუნა ღალატით და ალბათ მივიდოდა სასოწარკვეთილებამ და თვითყოლობამდე იუდასავი. მაგრამ არ მივიდა იმიტომ, რომ პეტრესთვის უმაღლესი ღირებულება მის საკუთარი სიცოცხლე კი არ იყო, არამედ ქრისტეს სიცოცხლე იყო. ქრისტე იყო მისთვის უმაღლესი ღირებულება და როცა პეტრე ხედავს უფალს და გონების თვალით ჭრეთს და გულით ებაასება და მერე ყდათით აღდგარს დაინახავს მით უმეტეს, მას ყველაფერი ავიწყდება იმ მომენტში, როცა მისკენ მიისწრაფის. მაგრამ ის ტკივილი, ის სიმძიმე ღალატისა მთელი ცხოვრება თანს დევს და მთელი ცხოვრება პეტრე მოციქული ტიროდა. იმდენად ტიროდა, რომ დაზიანებული ქონა თვალის უპეები და ღარები ქონდა. ხედავთ, ღალატი რა ცოდვაა და როგორ შეიძლება ადამიანმა ვიფიქროთ, რომ აი შეინანა თუ არ შეინანა. ის უნდა გრძნობდეს სიმძიმეს, აი დემონური ცოდვისა, რომელიც დემონური ცოდვაა და
ისრისებოდეს ამ ცოდვაში, იწყლიტებოდეს, იწნეხებოდეს და ერთადერთ გამოსავალს. ორი გზა არსებობს კიდევ მეორე, ბიოლოგიური არსებობაზე უარის თქმა, ან მეორე, რომელიც დაღუპვის გზა თავისთავად ცხადია და მეორე. ღვთისადმი განსაცვიფრებელი ერთგულების გზა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მუდმივი ტკივილის არსებობა შენში, რომ შენ ოდესღაც ზღმერთს უღალატ. ისე კაცმაური თქვას ადამიანი თქვის, ნუ ზღმერთს უღალატა და ადამიანმა და უღალატა ღმერთი ყოვლის შემძლეა და რა მოხდა, რა ხდება იმით, რომ ადამიანი ღმერთს ღალატობს? რა უცნაური, აი, ცოტა ფილოსოფიურად თუ შევხედავ. და საოცარი რამე ხდება. საოცარი რამე ხდება. ღმერთი არის ყოვლის შემძლე არსი. ყოვლის შემძლე. ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს არც სულიერი, არც ფიზიკური კატეგორია, არც გონებრივი, არც მატერიალური, არ არსებობს, რომ ღმერთი იქ არ იყოს და არ იყოს გამარჯვებული. როგორ შეიძლება ღმერთის დამარცხება, ხო სწორი? ღმერთი როგორ შეიძლება დამარცხდეს? რასთან, ვინმესთან, ეს აბსოლუტურად გამორიცხულია. ყველაფრის შემქმნელისა, ყოფიერების სიცოცხლის ყოვლის შემძლე. მაგრამ აი უცნაური რამე ხდება. ადამიანი ღმერთმა შექმნა როგორც მისი ხატი და მსგავსი. ადამიანი პატარა ღმერთი. და ხდება უცნაური რა. თუ მე ღმერთს ვღალატე, ჩემს გულში იმარჯვებს ბოროტი. და გამოდის, რომ ჩემს გულში, ანუ მოღალატე ადამიანის გულში ღმერთი მარცხდება. ანუ სამყაროში ჩდება სულიერი თუ ფიზიკური წერტილი თუ სივრცე, თუნდაც პატარა, სადაც ღმერთი მარცხდება. ხედავთ რა საშინელება არის ქრისტეს ღალატი. და იმ პატარა წერტილში ეშმაკი ხარობს და გამარჯვების ყიჟინას დასცემს. როგორ უნდა დაუშვას ეს ქრისტიანმა, როგორ უნდა დაუშვას ეს ადამიანი. ამიტომ როცა ჩვენ თავს ვკითხავთ, ან ვკითხავენ, თუ როგორ ვართ, ჩვენ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს. იმისათვის რომ ვიყოთ ბედნიერნი და ვიყოთ მხნედ, ჩვენ მუდამ გამარჯვებული უნდა ვიყოთ. ბრძოლაში და ამ ბრძოლას ქვია ადამიანად მოსული ღმერთის ერთგულება. მისთვის სუნთქვა, მისთვის არსებობა, მისთვის სიკვდილი და მისთვის სიცოცხლე. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.